რა რეაქცია ექნება ირაკლი კობახიძეს, როდესაც ის ვლადიმერ ჩაჩიბაიას მოძრაობაში დაინახავს. ეს იყო ერთ-ერთი პირველი კითხვა, რომელიც ჩაჩიბაიას დაუსვით, ამბობს, რომ ეს არ მიემართება მას და უშუალოდ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან დასასმელი კითხვა, რადგან მას დიდი ხანია პარტიასთან აღარ აქვს კომუნიკაცია. გვეუბნება, რომ მისი პოზიცია თავად პარტიამ გააუქმა, თუმცა ასევე ამბობს იმასაც, რომ არ აქვს იმ კითხვაზე პასუხი თუ რა იყო მთავარი აზრთა სხვადასხვაობა მასა და ქართულ ოცნებას შორის, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი და როგორც საზოგადოებამაც იცის, მან მხარი არ დაუჭირა ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონს, რაც მთავარი წყალგამყოფი გახდა მასა და ქართულ ოცნებას შორის, თუმცა მისი პოსტის გაუქმების მიზეზი გახდა თუ არა ეს, ამაზე ცალსახა პასუხი არ აქვს. რა საფრთხეებს ხედავს ქართულ ოცნებაში და ზოგადად როგორ ფიქრობს, შესაძლებელი არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გუნდის პოლიტიკის ცვლილება, მით უფრო მაშინ, როდესაც საუბარია რუსეთზე. ეს იყო მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო საკითხი, რომელზეც გსურდა პასუხები მოგვესმინა ჩაჩიბაიასგან. მისგან ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამ პლატფორმის კარი არის ყველასთვის ღია, რადგან ეს არის აპარტიული მოძრაობა და ამასთანავე, როდესაც გაჩნდა კითხვა ქართული ოცნების წარმომადგენლებთან მოლაპარაკების სივრცეს ხედავს თუ არა, გვეუბნება, რომ სივრცე ყველაფრისთვის არსებობს და შეცვლის შანსი და ალტერნატივა აქვს ყველას. ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ თუ როგორი პასუხები აქვს ირაკლი კობახიძის ყოფილ მრჩეველს ჩვენს კითხვებზე. ჩვენ ხედავთ რუსეთის მხრიდან ეტაპობრივად ხორციელდება ოკუპაციის შემდგომ და აღიარების შემდგომ ხორციელდება ანექსიისგან გადადგმული ნაბიჯები, ამიტომ ჩვენ ამას შორიდან ვერ უყურებთ. ჩემი პირადი როგორც ინდივიდის და მოქალაქის პასუხისმგებლობა ამასთან დაკავშირებით გქონდეს ჩემი რეაქცია. ირაკლი კობახიძეს როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია ექნება, როდესაც დაგინახავთ ამ მოძრაობაში, რადგან თქვენი მთავარი წყალგამყოფი თქვენსა და ქართულ ოცნებას შორის აღმოჩნდა რუსული კანონი. მე დიდი ხანია კომუნიკაცია და ურთიერთობა არ მქონია პარტიასთან, არც რომელიმე პიროვნებასთან, ამიტომ მისია რომელიმე პიროვნების მხრიდან რა რეაგირება მოყვება ამ ჩემს ნაბიჯს არის ჩემი პირადი საქციელია, ჩემი პირადი ქმედება, ამიტომ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი და შეიძლება არც მაინტერესებდეს, იმიტომ რომ ეს ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა ჩვენი ქვეყნისა და სამშობლოს წინაშე. ტერიტორიები, რომლებიც ოკუპირებულია და ანექსიისგან იდგება ნაბიჯები, ამ ტერიტორიებისთვის ადამიანებმა სისხლი გაიღეს და ბევრი ოჯახია დღეს, ვისი ოჯახის წევრებიც ამ ტერიტორიებისთვის ბრძოლაში ვაჟკაცურად და გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. ამიტომ მდუმარეთ და ჩუმად მიმდინარე პროცესს, ეს ჩუმი ანექსიის პროცესი, როგორი გზაც აქვს არჩეული რუსეთის ფედერაციას, ტელევიზორიდან ვერ მივადევნებ თვალს. ირაკლი კობახიძის მრჩეველის პოსტი როდის დატოვებთ? თქვენ ხომ იყავით წყობა? ერთი წლის წინ დავტოვეთ. და მთავარი მიზეზი რა იყო? რა იყო კიდევ ერთხელ რომ გითხრათ? გაუქმდა ჩემი პოზიცია როგორც მრჩეველის. გაუქმდა რაიმე მიზეზით, აზრთა სხვადასხვაობა იყო რაიმე? ახლა მაგ მიზეზი თქვენ დაიგეთოთ, არ ვიცი. ანუ მათი მხრიდან იყო ინიციატივა თუ თქვენ საპირებდით დატოვებთ? თავად გაგიუქმეს? კი. ფიქრობთ თუ არა, რომ არის საიმე სივრცე, რომ ქართულმა ოცნებამ საკუთარი ანტიდასავლური და უფრო მეტად პრორუსული პოლიტიკა შეცვალოს? როგორ არ არის, სივრცე ყოველთვის არის. საჭირო ამისთვის ნაბიჯების გადადგმა. მოქმედება საჭირო. სივრცე ყოველთვის არსებობს, ყველაზე კრიზისულ ვითარებაშიც კი არსებობს გარკვეული შესაძლებლობა სამოქმედო გეგმის მომზადების, ამას უბრალოდ ჭირდება კეთილინება. ანტიანექსიური პლატფორმა უკვე დაფუძნდა, მასში სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენლები არიან. მთავარი არის ის, რომ როგორც თავად გვეუბნებიან, უნდა დაანახონ ჩვენს დაასავლელ პარტნიორებს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი მათ შორის სხვადასხვა შეხედულებებისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანია, ვინც მუშაობს ამ საკითხზე და ვინც ცდილობს იმის დემონსტრირება მოახდინოს, რომ ძალიან კარგად არჩევს თუ ვინ არის მტერი და მოყვარე ჩვენი ქვეყნისთვის. გარდა ამისა, რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, გვეუბნებიან, რომ რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან უკვე არსებობს მოლაპარაკებები, თუმცა ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებიათ თუ რომელ პოლიტიკურ პარტიებზე საუბარი, ამბობენ იმასაც, რომ საზოგადოებრივ ჯგუფებთანაც არსებობს გარკვეული ტიპის დიალოგი და ასევე მთავარი ხაზი გაუსვეს იმას, რომ ყველასთვის არის მათი კარი ღია, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, მათ შორის მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის ყოფილი მრჩეველის ვლადიმერ ჩაჩიბაიას კომენტარიც იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნების წევრებთან მოლაპარაკებასაც კი განიხილავენ, თუმცა კითხვაზე თავად ქართული ოცნება არის თუ არა მზად იმისთვის, რომ ასეთ პლატფორმებში მიიღოს მონაწილეობა, გვეუბნებიან, რომ დიდად ამის მოლოდინი არ აქვთ.
ვაცხადებთ საქართველოს მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის შექმნას. პლატფორმის მიზნებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან და დიპლომატიურ კორპუსთან აქტიური თანამშრომლობა ანექსიის რისკებისა და ოკუპაციის საკითხებზე. საერთაშორისო პარტნიორებთან, ანალიტიკურ ცენტრებთან, დიპლომატიურ მისიებთან სამუშაო შეხვედრებისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა. ჩვენ ყველანი ამას მიუძღებით სისტემურად, შევაფასებთ აბსოლუტურად სტანდარტების მიხედვით, ჩავატარებთ კვლევებს, მივიღებთ გადაწყვეტილებებს და მოვამზადებთ წინადადებებს, როგორც დასავლეთის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, ისე სახელმწიფო რგოლის, ისე საზოგადოების მიმართ, რომ ჩვენ ჩამოგვიყალიბდეს სწორი კოგნიტიური რეაქცია იმ პროცესების მიმართ, რომელიც მიდის დღეს. ორი სამწუხარო პრაგმატული ფაქტი არსებობს. პირველი ის, რომ ქართული ოცნება დღეს არის ხელისუფლებაში და აგრძელებს ამ პოლიტიკას, ეს ფაქტია და მეორე, რომ ეს პოლიტიკა არის გამოსასწორებელი, ეს ფაქტი. ანუ ესეთი ქმედებებით ჩვენ გავთ ძალიან ცუდ შედეგს. თვითიზოლაციაში მოხვდებით და რუსეთს მე თუ არაფერი არ უღირს ამ მიწების წაღება, რატომაც არ წაიღოს და გამოაცხადებს როგორც ახლა გაფართოებას, რომელიც ეს უნდა. შესაბამისად ეს შესაძლებელია. ჩვენ ზატყონას გამოვხატავთ იმაზე, რომ ვესაუბროთ ამ ხალხს როგორ შეიცვალოს ეს. მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმა უკვე დაფუძნებულია, როგორც დასაწყისშივე აღნიშნე, ის აერთიანებს სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენლებს. მთავარი ნიშა კი ამ ადამიანების არის ის, რომ დაანახონ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, დაანახონ მათ შორის რუსეთსაც, რომ ისინი მტერსა და მოყვარეს ძალიან კარგად არჩევენ და ოკუპაციას არ შეეგუებიან. ცხადი არსებობდა კითხვები იმასთან მიმართებით, არსებობს თუ არა კონკრეტული სამოქმედო გეგმა. გვეუბნებიან, რომ საწყის ეტაპზე აუცილებლად ექნებათ კომუნიკაცია ჩვენი ქვეყნის დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის დაგვიდეს ტურეს ისიც, რომ დიპლომატიური კორპუსის წევრებთან უკვე არსებობს გარკვეული ტიპის მოლაპარაკებები და მზაობა დაადასტურეს ასევე პოლიტიკურ პარტიებთან საუბრისათვის. ვლადიმერ ჩაჩიბაია არის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამ პლატფორმის და ძალიან საინტერესოა თუ როგორი იქნება ქართული ოცნების წარმომადგენლების და მათ შორის ირაკლი კობახიძის რეაქცია მის ამ პლატფორმაში დანახვასთან დაკავშირებით, რადგან შეგახსენებთ და მაყურებელსაც შევახსენებ, რომ ჩაჩიბაია არის ადამიანი, რომელიც იყო ირაკლი კობახიძის მრჩეველი, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილის, ის საკმაოდ ავტორიტეტული ფიგურა იყო და დღემდე ინარჩუნებს ავტორიტეტს საკუთარი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში პროფესიული თვალსაზრისით. ჩვენ ეს კითხვა ჩაჩიბაიასაც დავუსვით, გვეუბნება, რომ ირაკლი კობახიძის იდეები და განწყობები მისთვის ცნობილი არ არის, რადგან პარტიასთან კომუნიკაცია არ ქონია. ცნობილია ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც, რომ მთავარი წყალგამყოფი მასა და ქართულ ოცნებას შორის აღმოჩნდა ეგრეთ წოდებული რუსული კანონი. საინტერესო ახლა როგორ იქნება მისი პოზიციონირება ამ პლატფორმის ფარგლებში.